პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება ეკრძალება. დოკუმენტის მიხედვით პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. რა არის საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი? ჩვენ ვხედავთ, რომ 2003 წლიდან დღემდე კონკრეტული პარტიები და რეალურად ეს ერთი პარტია სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა სიმბოლიკით, სხვადასხვა ფერების გამოყენებით, მაგრამ მიზნობრივად ერთნი არიან და არ არსებობს კონსტიტუციაში მითითებული პარტიის აკრძალვის საფუძველი, რომელიც ამ პარტიებს დარღვეული არ ქონდეთ. სულ რომ ყველაფერს დავიდავანებოთ, ის მოქმედება რაც ჩვენ მიყიდეთ 4 ოქტომბერს, მხოლოდ 4 ოქტომბრის მოვლენები არის საკმარისი იმისათვის, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვის საფუძველი არსებობდეს. მიუხედავად ამისა, ის მავნებლობები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით აქვს ჩადენილი კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ასახულია როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე საზოგადოებისათვისაც ცნობილია და ამიტომაც არის, რომ უკვე მეათედ საქართველოს საზოგადოება, ქართველი ხალხი უარს ეუბნება ნაცაგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში. იურისტები ამბობენ, რომ ამგვარი კანონებით ქვეყანა უკან დგამს ნაბიჯებს. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ქვეყანა პირდაპირ დიქტატურისკენ მიექანება. პარტიების აკრძალვაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯია დიქტატურისაკენ, გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიულ პროცესებში, არჩევნებში მონაწილეობას უნდა იღებდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და წარმომადგენლები, მათ შორის იმ პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომლებიც ქართულ ოცნებას არ მოსწონს და მიაჩნია, რომ ისინი რადიკალები არიან, თუ კი ადამიანს დანაშაული არ აქვს შეუძლებელი იმას აუკრძალო მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიები არიან ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისა, რომ საზოგადოებამ საკუთარი ნებასურვილი განახორციელოს ხელისუფლებაში, იმ პირობებში თუ კი არ იქნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მუდმივად დარჩება ქართული ოცნება. პარტიების აკრძალვა ეს არის ქართული ოცნების კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ ჩვენი ქვეყანა პირდაპირ ისვლით მიექანება დიქტატურისთვის. დიქტატურა მყარდება უკვე კანონებში, შეიძლება აქამდე იყო, ასე ვთქვათ, არა იურიდიულად გაფორმებული დიქტატურა, ვერბალური დიქტატურა, მაგრამ დღევანდელი ნაბიჯებით, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, ეს არის უკვე იურიდიულად გაფორმებული დიქტატურა. პარტიების აკრძალვაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ეს პროდასავლური პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დღევანდელ მმართველობას, უკვე იურიდიულად აიკრძალონ, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის არის კატასტროფა, სულ რამდენიმე ქვეყანა შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად, სადაც ასეთი პროცესები მიმდინარეობდა, როგორც არის ბელარუსი, რუსეთი, კიდევ ისეთი ღრმა დიქტატურული ქვეყნები და საქართველოც სამწუხაროდ აი ამ რეალობის წინაშე დადგა დღეს. ამით მათ უნდათ რუსული დიქტატურა დაამყარონ, თუ ვინმე არის ასაკრძალი ამ ქვეყანაში, არის ასაკრძალი ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ერთ-ერთი პარტიაა, რომელმაც ქვეყანა დაამსგავსა ქვეყანას, უამრავი რეფორმა გაატარა, უამრავი თქვენ გახსოვთ შევარდნაძის დროს რა იყო პენსია, რა ხდებოდა პოლიციაში, რა ხდებოდა ჯარში, ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის დამსახურება და კიდევ ის რომ მთელ სოფლიოს გააცნო თავისი რეფორმებით, ნაციონალური მოძრაობა თავი და ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობით. ამიტომ ხა ჩვენ არ ვართ ფულის გარშემო გაერთიანებული, როგორც ეგენი არიან, ჩვენ ვართ იდეის გარშემო გაერთიანებული.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ და პარტიულ სიებში არ უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები მათ რიგებში ისეთ პირს მიიღებენ, რომელსაც პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, ეს პარტიის სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.